დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 2 მაისია, პარასკევი, ეთერში ერთსულუნების დილა. კახამიქიაშვილთან და სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. მოგესალმებით, მადლობა რომ გვიყურებთ, გისმენთ, წარმატებულ ნაყოფიერ დღეს გისურვებთ, მშვიდობიან დღეს გისურვებთ. ჩვენ კი შევეცდებით რომ სასიამოვნო წარმართოს დაიწყოს თქვენთვის დილა, ვინ ჩვენ გვიყურებთ და ვიდრე გაგაცნობთ ანონს გადაცემისა, ტრადიციულად მოვისმინოთ საეკლესიო კალენდარი, ანუ წმინდანები, რომლებიც დღეს იხსენიება წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. 2 მაისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა გიორგი აღმსარებელს, ანტიოქიის ეპისკოპოსს, ღირს იოანეს, პალესტინის ძველი ლავრის ხუცესს, წმინდა მოწამეებს თეონას, ქრისტეფორეს და ანტონინეს, წმინდა მღვდელმოწამე პაფნუტი იერუსალიმელს, წმინდა ტრიფონს, კონსტანტინოპოლელ პატრიარქს, ღირს ნიკიფორე იღუმენს, ღირს მატრონას. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ ყველას დღევანდელი წმინდანების სცენებას და გავაცნოთ ანონსი ჩვენს მაყურებელს, სტუმრები, თემები, რაზეც დღეს ვისაუბრებთ. რამდენიმე წუთში შემოგვიერთება მოძღვარი, ტრადიციულად პარასკევობით ჩვენ იმ საკვირაო სახარებას ვეხებით, რომელიც კვირას იკითხება ღვთისმსახურებაზე და განმარტავს და გვესაუბრება კვირას ასაკით სახარებაზე. ზღვისუბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში თელავის ეთნოგრაფიულ ანსამბლ ჩაკრულოს სოლო კონცერტი გაიმართა. კახური სიმღერების კონცერტს ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა და გადაცემის მსვლელობისას ნახავთ სიუჟეტს. უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით 30 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიხსნა პროფესორ მასწავლებელთა და სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია 3 დღის განმავლობაში გაგრძელდებოდა, ერთგვარად შეაჯამებს მთელი წლის სამეცნიერო კვლევით საქმიანობას. თემაზე სასაუბროდ გვეყოლება სტუმარი პროფესორი ნინო მელიქიშვილი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარის გამომცემლობის ხელმძღვანელი და ხათუნა კალანდარიშვილი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარის სამეცნიერო საბჭოს სწავლულმდივანი, ფილოლოგიის დოქტორი. ცეთი გადაცემა გელოდება წინ, მანამდე ამინდი მოვისმინოთ, როგორი ამინდი გველოდება 2 მაისს, დღეს ამ მაისის ამდენად საგაზაფხულო დღე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რას გვირდებიან სინოპტიკოსები შევიტყოთ და დაგიბრუნდებით უკვე მოძღვართან ერთად დაგველოდოთ.
დილამშვიდობისა, ვრუნდებით პირდაპირ ეთერში. კვირას არის მენელსაცხებელთა დედათა ხსენება და ცხადია მნიშვნელოვანია სახარება, რომელსაც მოვისვათ ღვთისმსახურებაზე, წმინდა ლიტურგიაზე და სწორედ ამ სახარებას განმარტავს ჩვენი პირველი სტუმარი, ზოსუბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მიქობიშვილი. დილამშვიდობისა. ჭეშმარიტად. მადლობა სტუმრობისთვის. სახარება, რომელსაც მოვისმენთ, რომელი სახარება, ვისგან, რომელი მახარებისგან საკითხავი იკითხება, შინაარსი გავაცნობთ მშვენიერ და შემდგომ განმარტოთ. დიახ, აღნიშნულ დღეს წმინდა ეკლესიებში წაიკითხება მარკოზის სახარება, მე-15 თავიდან დაიწყება და მე-16 თავის მერვე მუხლამდე გრძელდება. და სწორედ მენელსაცხებელე დედათა კვირიაკიდან გამომდინარე, მათ 8 წელს წარმოაჩენს. აგრეთვე ამ დღეს ეკლესია იხსენიებს იოსებ არიმათიელს და ნიკოდიმოს, რადგანაც აი წმინდანებმაც ეს ბოლო პატივი მიაგეს მაცხოვარს ჩამოხსნეს ჯვრიდან და შესაბამისი სახარებაც არის და დავიწყოთ მაგ სახარების განხილვა, ძირითადად სახარება წარმოაჩენს დღესასწაულის არსს, ეს ყოველთვის ესე არის და წმინდა მამებმა ჩვენ 4 სახარება გვაქვს და რომელიც უფრო შესაბამისობაში არის არსებულ დღესასწაულთან ის სახარება დაგვიდგინეს ჩვენ ეკლესიაში რომ მოვისმინოთ სახარება და განვისწავლოთ შესაბამისად. იოსებ არიმათიელი პარასკევ დღეს იცით რომ ქრისტე ჯვარზე აღესრულა და ახლობით 3 საათში უკვე მოხდა მისი ჯვრიდან გარდამოხსნა, ანუ აღესრულა და მალევე მოხდა მისი ჯვრიდან გარდამოხსნა, რადგანაც მეორე დღე უკვე იყო პასექის დღესასწაული, ებრაელთა ასევე შაბათობის და მოსვენების დღე და აუცილებლად იმავე დღესვე უნდა გადმოხსნილიყო მაცხოვარი ჯვრიდან, რადგანაც იოსებ არიმათიელს არ უნდოდა ისე როგორც სხვა ასე ვთქვათ ბოროტმოქმედები ხეცების საჯიჯგნად ხდებოდა ხშირად ჯვარზე, ესე დამართნოდა მის საყვარელ მოძღვარს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ პატივით გაეცილებინა და მიებარა საფლავისთვის. ამისთვის ის შედის პილატე პონტოელთან, იოსებ არიმათიელი, ის არიმათიიდან იყო, ამიტომ არის ეს სახარებაში მოხსენიებული. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავდა ამის საპირისპირო ჩვენ სახარებაში გვიწერია, რომ მოციქულები იმალებოდნენ ებრაელთა შიშის გამო, მათ ეშინოდათ, რომ იგივე ხვედრს გაიზიარებდნენ, რა ხვედრიც მიიღო მაცხოვარმა, მაგრამ იოსები არ შეუშინდა სიკვდილს, არ შეუშინდა დევნას. მიუხედავად იმისა, რომ ის სინედრიონის წევრი იყო, ის არ ეთანხმებოდა სხვა სინედრიონის წევრების გადაწყვეტილებას ქრისტესთან მიმართებაში. ესე თამამად, ვინმე უნდა გამოჩენილიყო ამ პერიოდში და ეს აღმოჩნდა იოსები და შევიდა პილატესთან, გამოითხოვა გვამი იესუისი, შესაძლოა გარკვეული თანხაც კი გადაიხადა ამისთვის და პილატეს გაუკვირდა, რადგანაც ეს მალევე აღესრულა ქრისტე ჯვარზე და ესე არ ხდებოდა, რადგანაც ჯვარზე გაკრულნი 2-3 დღის განმავლობაში ხშირად წვალობდნენ, სისხლისგან იცლებოდნენ, ატრულობდნენ სიკვდილს, მაგრამ სიკვდილი არ მოდიოდა, მაგრამ რაც შეეხება ქრისტეს, ის მალევე აღესრულა ჯვარზე, როგორც ვთქვით, ახლობით 3 საათში, რადგანაც მისი სხეულის ყველა ნაწილმა დაითმინა უდიდესი ტანჯვა, უდიდესი გვემა. ეს ყველაფერი ასახული არის ტურინის სუდარაზეც, რომელიც ტურინში არის და აღდგომის სინათლე მაცხოვრის უნებანი გადაიტანა ამ ტილოზე, რომელიც მართლაც უნიკალურია. მეცნიერებმა ყველანაირად დაადგინეს, რომ ეს მართლაც ორიგინალია, რომელშიც მაცხოვარი იყო გახვეული. სახარებაში კიდევ არ წერია ბოლომდე ის ყველაფერი, რაც დამართეს ქრისტეს ჯალათებმა, მტარვალებმა და ამის გამო ქრისტე მალევე აღესრულა ჯვარზე. და ის მეთოდი, რომელიც იყო გამოყენებული ჯვარზე გაკრული ადამიანების მიმართ, რომ დაეჩქარებინათ მათი სიკვდილი, ქრისტეს არ შეეხო წვივების გატეხვა, რადგანაც ესეც იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ მისი ძვალი არ უნდა შემოსრულიყო და ავაზაკები, ასე ვთქვათ, კი ავაზაკებს გადაუტეხეს წვივები, ხოლო ქრისტესთან, როდესაც ლახვარი უგმირეს მას, აღარანაირი რეაქცია აღარ ქონდა უკვე და ეს ასისთავმა მოახსენა სწორედ პილატე პონტოელს და ამის შემდგომ იოსებმა იყიდა არდაგი, გარდამოხსნა ქრისტე ჯვრიდან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება ნიკოდიმოსთან ერთად. იოანეს სახარებაში წერია, რომ 100 ლიტრაი მური და შესამური მიცვალებულისთვის, რაც საჭირო იყო მოიტანა ნიკოდიმოსმა, ისიც სინედრიონის წევრი იყო, ფარული მოწაფე იყო ქრისტესი
სახარებაში არის მაცხოვრის გადაგება მეორე შობასთან დაკავშირებით და სწორედ აი ნიკოდიმოსი ღამე მიდის ქრისტესთან და საკმაოდ ვრცელი დიალოგი არის ნიკოდიმოსსა და ქრისტეს შორის და როგორც ჩანს ისიც ფარული მოწაფე იყო ნიკოდიმოსი იოსებთან ერთად და როდესაც ქრისტე ყველა მიატოვა მამაკაცებზე მაქვს საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდა იოანე ღვთისმეტყველი აღმოჩნდა ქრისტესთან, მაგრამ აი ეს კაცური საქმე და მაცხოვრის კაცილება არადისობაში, სწორედ მათი მეშვეობით ინება უფალმა რომ მომხდარიყო და ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ მას დაასვენებენ საფლავში. ეს საფლავი იყო იოსებ არიმათიელის, პირადად მისთვის იყო განკუთვნილი, მისი საგვარეულო საფლავი იყო, მაგრამ მან დაუთმო ქრისტეს და მიაგორეს დიდი ლოდი მაცხოვრის საფლავს აღნიშნული სახარების მიხედვით. ჩვენ სხვა სახარებებიდან შეგვიძლია ცნობები შევავსოთ ებრაელებმა ქრისტეს მოწინააღმდეგებმა თქვეს ის რომ ჩვენ გავიგეთ რომ მან თქვა რომ მესამე დღეს აღდგებიო და აი ამ დროს დაბეჭდეს მაცხოვრის საფლავი, მაცხოვრის დაკრძალვას ესწრებოდნენ აგრეთვე მენელსაცხებლე დედები, მარიამ მაგდალინელი, მარიამ იოსესი და სხვა დედები კიდევ უნდა დაინახათ რომ ქრისტე მართლაც მომხდარიყო, მართლაც დაიდო საფლავში, მართლაც დაიბეჭდა მისი საფლავი იმისთვის რომ შემდგომში უკვე როდესაც გაჟღერდებოდა ანგელოზის მიერ მაცხოვრის მყვრეთი დაღდინების ამბავი, რომ ეს ყველაფერი უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო და ეს არის უკვე პარასკევი დღე, მარკოზის სახარების მე-15 თავი პარასკევის ხვაწლს წარმოაჩენს წმინდანების, ხოლო უკვე შაბათი დღე დაღაიდუმეს, იცით რომ შაბათი დღე მოძრაობას კი არ შეიძლებოდა ესეთი აფეთიშებული და გაამიწიერეს ებრაელებმა შაბათობის მოსვენება, არადა შაბათ დღეს როგორც უფალი ბრძანებდა შემდგომში სახარებაში შეიძლებოდა რა თქმა უნდა კეთილის საქმეების აღსრულება, მაგრამ ისინი არაფერს არ აკეთებდნენ, თუ ადამიანი კვდებოდა, ხელსაც არ შეაშველებდნენ, თუ თავში აგური ეცემოდათ, არ გაიწეოდნენ და ძალიან ბანალური დამოკიდებულება ჰქონდათ. და ანუ ერთი შაბათი, რომელიც არის უკვე კვირა დღე, ცისგრიჟამი, რომელ დროსაც აღდგა უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით, ადრე დილით მენელსაცხებლე დედები ამზადებენ მაცხოვრის შემურვისთვის ყველაფერს, ძვირფას ნელსაცხებლებს, რომ მივიდნენ და ცხონ მაცხოვარს ყველაფერი. და ფიქრობენ იმაზე, ვინ გადაგვიგორებს ჩვენ იმ დიდ ლოდს, ვინც მაცხოვრის საფლავზე იყო მიგორებული და დაბეჭდილი ამით მაცხოვრის საფლავი. და მენელსაცხებლე დედები ვერ ჩერდებიან, დროს ვერ იყვანენ, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო მათთვის უმოქმედობა, რადგანაც მათი საყვარელი მოძღვარი მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე საფლავში იყო დადებული, თვითონ ესეც თვლიდნენ, რომ ის ისევ ჭირდებოდა მსახურებას. ეს არის მაგალითი იმისა, რომ ყოველთვის უნდა ვემსახუროთ ქრისტეს და ეს ერთგულება და უშიშრობა, რაც წარმოაჩინეს მენელსაცხებლე დედებმა, ძალიან კარგი არის და სამაგალითო არის ყველა ქალისთვის, იმიტომ რომ პირველქმნილი ჩადენილი ცოდვის შემდეგ ევადან მოყოლებული ალბათ ყველა ქალმა ორმაგად მოინდომა, ვინც გადაწყვიტა რომ უფალთან დაბრუნებულიყო და სწორედ აი სურვილი უფალთან დაბრუნების და ჭეშმარიტების მსახურების აი ეს ჰქონდათ მენელსაცხებლე დედებს, მიუხედავად იმისა, რომ წერია სახარებაში, რომ მარიამ მაგდალინელისგან 7 ეშმაკი განდევნა ქრისტემ, იქ დედებში არის ასევე იაკობის და იოანე ღვთისმეტყველის დედა, რომელსაც ძალიან დიდი საყვედურით მიმართა ქრისტემ, როდესაც მან ითხოვა თავისი ძეების ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ დაჯდომა ქრისტეს უფევაში. ესე უთხრა პირდაპირ არა იცით რას ითხოვთ, მაგრამ აი ეს სწავლებები, ეს სიყვარული, წოდების მიტევება, სიმშვიდე, რომელიც გამოავლინა უფალმა ამ ადამიანების მიმართ, არ ჩაიარა უკვალო და ერთჯერადად. სახარებაში ჩვენ გვაქვს ეპიზოდი, სადაც უფალი კეთროვანებს განკურნავს და იქ 9 საერთო სხვა მიმართულებით მიდის და ერთი ბრუნდება მადლობის სათქმელად და ეს მადლობის თქმა ეს არის უფლისმიერი გამოვლენილი სიყვარულის შემდეგ, რომ ჩვენ არ მივატოვოთ უფალი, როგორც პეტრე მოციქული ეუბნება ქრისტეს, რომ უფალო საწავიდეთ, ვისთან მივიდეთ ჩვენ, რადგანაც სიტყვანი ცხოვრების საუკუნოისანი გქონან შენ და ჩვენ გწმენა და გვიცნობიეს, რამე თუ შენ ხარ ქრისტეზე ღვთისა ცხოველისაიო და აი ეს შეგნება ჰქონდათ მენელსაცხებლე დედებს და მათ აჯობეს მამაკაცურ
ბუნებასაც კი მოციქულები გაიფანტნენ დედებმა უერთგულეს ქრისტეს და ადრე დილით ისინი მიდიან საფლავზე, სახარებაში ესე წერია, ვიდრე ბნელღა იყო, ისე გათენებასაც კი არ ელოდებიან იმისთვის, რომ გააგრძელონ ქრისტესადმი მათი სიყვარულის გამოვლინება და ეს სიტყვები, ვინ გადაგვიგორო ჩვენ ლოდი კარისა მისგან საფლავისა, ძალიან ხშირად ჩვენ ცხოვრებაში ჩდება სტაპკოლებები, გვინდა კეთილის საქმეების გაკეთება, მაგრამ აი როგორ მოხდება ეს, რანაირად გაკეთდება ეს ხშირად ურწმუნოებით ვამბობთ ამას, ხშირად შეიძლება ღვთისმშობელივით ვამბობთ, გახსოვთ, როდესაც გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა ღვთისმშობელს, უთხრა რომ მის წიაღში მოხდებოდა დიდი უმწვერვალესი შეერთება და უბრალოდ მიზეზი როგორ იქნება, როგორ მოხდება ვითარება, ამ ყველაფერს იკითხავს ღვთისმშობელი და აუხსნის გაბრიელ მთავარანგელოზი ყოველივეს. და აი სახარებაში არის ზაქარია მღვდლის ეპიზოდი, სადაც ის დაეჭვდება უფლისკმედებაში, რომ თითქოს რაღაც შეუძლებელი იყოს ღვთისთვის რაიმეს გაკეთება. და ამ შემთხვევაში დედები ისინი ამბობენ, უბრალოდ როგორ მოხდება ეს, რომ ისე იგი ქრისტეს გვინდა პატივი მივაგოთ, მაგრამ დიდი ლოდია მასზე მის საფლავზე მიგორებული და სახარების შემდგომი მუხლი უკვე პირდაპირ წარმოაჩენს, რომ მეხსეულად მიდიან და ნახავენ, რომ ლოდი უკვე გარდაგორებული არის საფლავზე. მარკოზის სახარებაში არ იყო ეს არ გვაქვს ეს ჩაწერილი თუ როგორ მოხდა ლოდის გადაგორება, ხოლო მათე მახარებელთან პირდაპირ წერია, რომ ანგელოზი მამების განმარტებით ეს არის გაბრიელ მთავარანგელოზი, რომელიც გარდა მოხდა ქრისტეს საფლავზე, მან ეს დიდი დაბეჭდილი ლოდი მეხსეულად გადააგორვა, ამას მოყვა ქრისტეს საფლავზე დადგინებული მცველების შეძრწუნება, ისინი უსულოდ მიწაზე დაეცნენ, გაიფანტნენ, ისინი წავიდნენ სინედრიონის წევრებთან, აუწყეს ყოველივე და სწორედ აი ამ დროს ქრისტეს საფლავთან აღმოჩნდებიან დედები, ისინი ხილავენ ქრისტეს საფლავში მარჯვენა მხარეს, ძალიან ხშირად მარჯვენა მხარეს ხდება ანგელოზის გამოცხადება, ნათლით შემოსილი ჭაბუკის და ეტყვის მათ, რატომ ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის. საეკლესიო საგალობლებში ესეთი შეფარდება, რომ ნელსაცხებელი მოკვდავთათვის სახმარარს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქნაო და დედებს ესე მიმართავს ანგელოზი, რომ წადით უთხარით მოწაფეებს და პეტრეს, რომ ქრისტე აღდგა და წინა კიწყვის თქვენ გალილეას მონიხილოთ, იგი ვითარცა გრქვა თქვენ. და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ეს უწყება მოისმინეს დედებმა, ქრისტეს სხეული უკვე ვეღარ იხილეს საფლავში. და შეშინებულებით ან გახარებულები, ისე რომ ვერაფრის თქმას ვეღარ ახერხებენ, ისინი მიდიან მოციქულებთან და აუწყებენ ამ ყოველივეს. აი შაბათი ვინაიდან დასვენების დღე იყო და არანაირად არ იყო ადამიანთა მოძრაობა, უკვე ერთ შაბათს ან კვირა დღეს ადამიანები გამოდიოდნენ მათი საქმეების აღსასრულებლად, მაგრამ დედებს არავისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, ისინი შეშფოთებულები, შეძრწონებულები და თან ვერ ხსნიდნენ ამ ყოველივეს, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე არაერთხელ ამბობდა სახარებაში და აუწყებდა მის მომავალ მკვდრეთით აღდგომას, მათი გული იყო, ასე ვთქვათ, დასულებული, უგულისხმო, როგორც სახარებაში წერია, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, დიდი მონდომებისა, ეს იყო უდიდესი ნატურა მთელი კაცობრიობის, რომ სიკვდილი დამარცხებულიყო, ეშმაკი დათრგუნულიყო და ამის საკუთარი თვალებით მომსწრეები გახდნენ მენელსაწყებლე დედები, მაგრამ მაინც ისინი არ უჯერებენ საკუთარ თვალსაც კი, მიუხედავად ამ უჭეშმარიტესი გამოცხადებისა, არ ენდობიან საკუთარ თავს და მოციქულებთანაც მიდიან და იქაც იგივე უწყებას ღებულობენ, რომ გამოეცხადა კიდევ ორ მოციქულს ემაუში მიმავალთ და აი ეს ამბები იკრიბება რა, ამის შემდგომ თავად ქრისტე ეცხადება ყველას, აუწყებს მათ უჩვენებს საკუთარ სხეულს, რომელიც უკვე აღდგომილობაშია და მათ წინაშე მიიღებს თევზის ნაჭერს და თაფლის გოლს, რითაც წარმოაჩენს, რომ ის სხეულით აღდგა მკვდრეთით და ილოცავთ ყველას ამ დიდებულებას. აი მენათლაცხებელ დედებზე მართლაც საოცრად არის წარმოჩენილი, იმიტომ რომ საოცარი ერთგულებას იჩენენ. მაშინაც კი როცა მოციქულები შეშინებულები არიან და ვერ ბედავენ, დედებით განან ჯვარცმოსთან. ცოტა ხნით ადრე პეტრე მოციქული უარყოფს ისის გამო, არ ვიცნობ დედებით განან ბოლომდე.
პირველი მიდიან დედები და პირველის აღსანიშნავია ესეც ნიშნავდა რომ არა მოციქულებს ეცხადება მოცხოვარი დაუწყებს დედებს ეცხებ დედების პირით იღებენ ეს ერთგვარად რაღაც საოცარი მომენტია ხო ამაზე კიდე ცალკე შეიძლება საუბარი მე ეცხება დედების თავგანწიროს იმიტომ რომ სასაუბროთ ეხლა წარმოსადგინად შეიძლება ვერც მივხვდეთ იმიტომ რომ ეს ის მომენტია ჯვარცმა იქნება თუ მე იქნება თქვენ აღნიშნეთ ამის გამო შეიძლება შეიფხრონ და იგივე საჯელი დასაჯონ ისინიც იმიტომ რომ წერია სახარებაში რომ დევნიან მათაც და ეძებენ მათაც ვინც ქრისტეს აღიარებს მესიად ისე აქვე ერთი წმინდანის უნდა გავიხსენოთ ის პიროვნება რომელმაც ელიოზის დედა, როდესაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს, მცხეთაში იკრჩხიალა ესე წერია და მასთან ერთად განუტევა სული და ეს ქრისტესთან ერთად თანაჯვარცმულობა ეს თქმა უნდა გქონდეს თითოეული ჩვენთაგანს გაცნობიერებული, რადგანაც ქრისტიანობაში არ არის მხოლოდ მოთმინება, არ არის მხოლოდ გოლგოთა, არ არის მხოლოდ ჯვარცმა, ვინც ქრისტესთან ერთად ჯვარზე გაეკრება, მასთან ერთად აღგება და ის რომ იოანე ღვთისმეტყველმა დაწერა მართლაც აი სულიერ სახარებას ეძახიან, ხო? დაწერა აგრეთვე გამოცხადება აპოკალიფსით თავისი ეპისტოლები, რომელიც უდიდესი ღვთისმეტყველებით არის გაჟღენთილი საეკლესიო საგალობლების წერია, რომ როდესაცო იოანე მაცხოვრის მკერდს მიეყნო ღვთისმეტყველების ვრცელი უცკროლნი აღმოისაო, ჯვარცმის დროს არ მიატოვა და აი ამ ყველაფერმა განაპირობა ის რომ უდიდესი სიბრძნით აღივსო ის და ის რაც სხვა მოციქულებმა ვერ დაინახეს და ვერ წარმოაჩინეს იოანემ დაინახა. იოანესთან არის მთელი წყება ქადაგებებისა, რომელიც აღიბეჭდა მის გონებაზე, მის გულზე და შემდგომში უკვე დაწერა თავის სახარებაში. ასევე მენელსაწყებლე დედებიც. ნუ ეხა ესე თავიდანვე გამოდის რა სამოღვაწეო ასპარეზზე მოციქულები, ისინი ეკლესიებს აფუძნებენ. პავლემ თქვა ესეთი სიტყვა: მოძღურება დედათა არა უბრძანებ. დარწმუნებული ვარ, დედებიც არანაკლებად იქადაგებდნენ ქრისტეს სახარებას, ამ სიტყვიერად ტერმინოლოგიურად ვამბობ. მათი ცხოვრებით გამოხატეს ეს ყოველივე და დაადასტურეს. მაგრამ აი თუ რა შედეგს იწვევს ქრისტესადმი ბოლომდე ერთგულება, აი იოანე არის ამის ნათელი გამოვლინება ამ ყველაფრის და ჩვენც უნდა გავითავისოთ ეს რომ ხდება ჩვენ ცხოვრებაში დაზარება, განსაცდელები, თითქოს აი მაცხოვარი საფლავშია და ჩვენ ვერაფერს ვერ ვგრძნობთ. დასდევ ბნელი და იქნა ღამე, როგორც ფსალმოში წერია და უფალი სპეციალურად უშვებს ამ განსაცდელებს, როგორც მოციქულებს მიმართავს და განსაკუთრებით პეტრეს, რომ ახლა ეშმაკმა გამოითხოვა თქვენი აღწრა. და აი ამ მომენტში თუ ჩვენ არ შევწყვიტავთ ლოცვას, არ შევწყვეტ ტაძარში სიარულს, ძიებას, ჭეშმარიტების, რომელიც ქრისტეა, მაშინ უკვე უდიდეს გამოცდილებას მოვიპოვებთ და ჩვენზე ნამდვილად გადმოვა სულიწმინდის მადლი. მამა დავით, შეიძლება ითქვას, როგორც მაშინ დღესაც სამწუხაროდ და ალბათ უფრო მეტილად დღესაც ის, რომ ადამიანს ყველაფერი აქვს საიმისოდ ხელმისაწვდომი მიაღწევ ლიტერატურა, ხო, საეკლესიო, ვთქვათ, სახარება, შეუძლია ყველაფერს გაეცნოს, ყველაფერი ზედმიწევნით შეისწავლოს, გაიაზროს და აღიქვას. მაგრამ რატომღაც მაინც და მაინც თითოეული ადამიანი მოითხოვს იმას, რომ აუცილებლად მის თავს რაღაც სასწაული მოხდეს და მოევლინოს. და მაშინ მით უმეტეს, როდესაც მათთვის ხილული იყო ეს ყველაფერი, უფალი მათთან ერთად იყო, ძალიან ბევრმა მაინც არ დაიჯერა მისი ასე ვთქვათ, წოდება, ხომ, რომ ის ნამდვილად ჩვენი უფალი არის, ის ნამდვილად ჩვენი ღმერთია. პარალელი რომ გავავლოთ და აი რა შეიძლება ვთქვათ დღევანდელ მოსახლეობას, დღევანდელ ქრისტიანს რომ ურჩიოთ და უთხრათ, რომ რამდენად შეიძლება დამაზიანებელი იყოს ეს სულიერი თვალსაზრისით ჩვენთვის, რომ მაინც და მაინც უფლისგან მოველოდოთ რაღაც გარკვეულ სასწაულს, ასე ვთქვათ, და არა ის, რომ ამის გარეშე ვიწამოთ. ძალიან კარგი შეკითხვა არის, როდესაც ქრისტე ჯვარზე გაეკრა და ის ვნებები, რაც ქრისტეს მიაყენეს და თითოეული ამ ვნების მიყენების დროს, ტკივილის მიყენების დროს იქვე ეუნებოდნენ, რომ აბა თუ ქრისტე ხარ, გადაარჩინე შენი თავი. გარკვეული ირონიაც იყო უკვე ამაში, რომ აი თუ სხვას შენ ეხმარები, შენი თავი გადაარჩინე და ითხოვდნენ სასწაულს. სასწაული, ბოროტ სასწაულს, რომ ისე იგი ქრისტე უნდა გადმოსულიყო ჯვრიდან და მაშინ ისინი თითქოს ირწმუნებდნენ, მაგრამ ქრისტემ ძალიან ბევრი სასწაული აღასრულა იმისთვის, რომ თუ სასწაულიდან უნდა ერწმუნათ, საკმარისი იყო, თუნდაც ლაზარეს 4 დღის, ანუ საფლავში დადებული ლაზარეს მკვეთრი აღდგენება. მაგრამ ლაზარეს მოკლაც უნდათ, რადგანაც ვინც ლაზარეს ნახულობდა, მერე ქრისტეს მორწმუნე ხდებოდა და ესეც არ აწყობდათ. და სასწაული გარეგანია, ადამიანისა თვალი ხედავს ამ სასწაულს, მაგრამ გული ვერ გრძნობს ღვთის რეალურ არსებობას და
მასთან ურთიერთობის გამოცდილება არ აქვს, გული არ არის გაწმენდილი, ადამიანის გონება პირველ რიგში გული, სხეული და თუ ადამიანმა ისევ გააგრძელა ცოდვილი ცხოვრება ამავებაში დროის გატარება, სასწაული, ფილმს რო უყურებდა, მე დაგავიწყდება, ეს რაღაც ჩვენს თვალთაგან ნანახი, მარტივად ეძლევა ხშირად დავიწყებას, როგორც ეს მოხდა თუნდაც ეგვიპტის ფარაონის შემთხვევაში, ამ ხელა სასწაულები და საშელები აღსრულდა მის თავს, მაგრამ საბოლოოდ მან მაინც მისი გული იყო გასასტიკებული და საბოლოოდ მაინც არ დაემორჩილა უფლისნებას და როგორ დამთავრდა მისი ცხოვრება, ყველამ კარგად ვიცით ბიბლიიდან და სასწაული თავისთავად შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს ღვთისგან გამოვლენილი, მაგრამ სასწაულის მეშვეობით ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ამის მეშვეობით არ უნდა გვწამდებს უფალი. იმიტომ რომ ეს არ იქნება მტკიცე, ამიტომ ძალიან ხშირად უფალი უშვებს განსაცდელებს ჩვენ ცხოვრებაში, რომ შეიძლება სასწაულმა რაღაცა ბიძგი მოგცეს სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ ბოლომდე ვერ მიყვება. და დღესაც ესე ხდება, ძალიან ხშირად ჩვენ გვეხმიანებიან ახლობლები ყავთ ხოლმე რეანიმაციაში, ნუგეშო მდგომარეობაში და არაერთხელ მქონია ესეთი შემთხვევა, როდესაც მივსულ ვარ ამა თუ იმ კლინიკაში, ხომ არიან დაცვის თანამშრომლები და ძალიან ბევრი ჯვარს გვაძლევს ხოლმე ეს დაცვის თანამშრომელი და შევეკითხე ერთხელაც რა ჯვრები არის ეს და თურმე ეს ხალხი ლოცულობს, მერთო გვიშველე, თქვა ლოცულობენ კონკრეტულ ადამიანზე და ხდება ესეთი შემთხვევაც მე რომ ჩვენ ლოცულობთ, მაგრამ ღმერთს მაინც მიყავს ადამიანი მარადისობაში, ხომ ეს ხომ უდიდესი ჯილდოა ადამიანი გარდაიცვალოს, უნდა ცხონდეს შევიდეს მარადულ სასუფეველში. მისთვის ესე ჯობია და ჩვენ გვინდა რომ თქვა ეს ადამიანი ჩვენთან იყოს და ამ დროს ადამიანი ბრკოლდება ღმერთზე და ერთ-ერთი გამოვლენა ეს არის ჯვრის ჩამოხსნა, ჩამოწყვეტა კისრიდან და იქვე აგდებენ თურმე მიწაზე და ვიცი ასეთი ყოფილა ესეთი შემთხვევები სამწუხაროდ და ყველას გასაგონად უნდა ვთქვათ რომ როდესაც ჩვენ ლოცულობთ, პირველ რიგში სულზე ლოცულობთ და სახარებას როდესაც ვკითხულობთ ჩვენ არ უნდა გავიგოთ ეს რომ მხოლოდ ჩვენს ხელს მიემართება, აი თუნდაც სახარებაში ამბობს უფალი რომ ყველაფერი გაყიდეთ, ან მოციქულებს ეუბნება ბოლო ჟამს უკვე და მახვილი იყიდეთ. და მოციქულებმა ეს პირდაპირ გაგებით გაიგეს. არსებობს მახვილი, რაც არის ეს ხმალი და ასე შემდეგ, მაგრამ არსებობს სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა. ანუ ყველაფერი გაყიდეთ და მახვილი შეიძინეთ, უფალი ამაში გულისხმობდა სწორედ სულიერ მახვილს, ღვთის სიტყვას, რომელთაც უნდა ავირეკლოთ ყოველგვარი სპოროტის ის არის. და მალევე ხდება მე იქ, როდესაც მიდიან ქრისტესთან შესაპყრობად, პეტრე მოციქული აიღებს ამ მახვილს და ყურს მოკვეთავს და უფალი განკურნავს ამ ადამიანს, ყურს გაუმთელებს და ეტყვის მოციქულს და ყოველს მახვილის ამღები მახვილი თვე დაიღუპება, რითაც წარმოაჩინა ის რომ სულიერ მახვილზე საუბრობთ ან თუნდაც ახარებაში წერია რომ თუ მარჯვენა ხელი შეგაცდენს მოიკვეთით და გადააგდე ხომ პირდაპირ გაგებით არ არის და ეს ყველაფერი ჩვენ რაცაც უფალი გვამცნებს ახარებაში პირველ რიგში ჩვენს სულზე მორგებულად უნდა გავიგოთ რომ ჩვენს სულზე გვესაუბრება უფალი და ნუ დავბრკოლდებით იმაში თუ ჩვენს გარშემო არ ხდება გარეგანის სასწაულები ყველაზე დიდი სასწაული ის არის როდესაც ადამიანი ღვთისწინაში გაცოცხლდება. როცა ადამიანი დაინახავს, რომ სულიერი თვალებით და გულის თვალებით, რომ ღმერთი ერთია, ღმერთი სამპიროვანია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი რომ თითოეული ჩვენთაგანის დედა არის, რომ წმინდანები, რომლებმაც ესეთი ღვაწლი წარმოაჩინეს, რომ ყოველდღურად ზრუნავენ ჩვენზე, ჩვენი მფარველი ანგელოზი და საკმარისეოდენ ერთი მათი მოხმობა ჩვენს გონებაში და გულში და თუნდაც ჩვენი სიტყვებით და ისინი უხილავად ჩვენთან ჩნდებიან. ამას მეტი სასწაული არ არსებობს, რომ ქრისტეს ჯვარცმის და აღდგომის შემდეგ უკვე მისი სახელით და მისი ძალით ჩვენ უამრავ სიკეთეებს ვაკეთებთ და ის ესე იგი დედების ეპიზოდი რომ ვინ გარდაგვიგორო ჩვენ ლოდი კარისამისგან საფლავის და აი ამ დაბრკოლებას ჩვენ ალბათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით და უნდა გვახსოვდეს ყოველთვის უფლის სიტყვები. კაცთაგან შეუძლებელი შესაძლებელი არს ღვთისთან მიერ და აი ეს ლოდი რომელიც ქრისტეს საფლავზე იყო მიგორვებული ამის შესახებ განმარტებას აკეთებს მინდა იოანე კიბისამღწარელი და ამბობს რომ აი ეს არის ჩვენი გაქვავებული გული რომელიც აბსოლუტურად ყველაფერში ხელს გვიშლის და უფლის ძალით და უფლის სასწაულით მისი ანგელოზის მოვლენებით იქნება გადაგორებული და ჩვენს გულში შემოვალ მობიერება და ამის შემდგომ დაიწყება ჭეშმარიტი ღვთისმსახურება. ძალიან დიდი მადლობა მამადავით საკვირაო სახარებას განმარტავდა ზღუდობაში მდებარე ყოველწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინაწყვეტი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი.
9 საათია ერთად ამბობინოთ უფლისადებელი ლოცვა და შეგვიმგვა დაგებრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა.
რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. გრძელდება ერთსოლოდნების დილა, გეტყვით რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში თელავის ეთნოგრაფიულ ანსამბლ ჩაკრულო სოლო კონცერტი გაიმართა. კახური სიმღერების კონცერტს ჩვენ გადამღები ჯგუფი ესწრებოდა და უფრო დეტალურად კონცერტის შესახებ შევიტყობთ ჩვენ სიუჟეტიდან. თელავის ფირუზ მახათელაშვილის სახელობის ეთნოგრაფიული ანსამბლი ჩაკრულო კვლავ ღირსეულად აგრძელებს მშობლიური კუთხის უწყვეტ სასიმღერო ტრადიციას. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ანსამბლის მორიგი კონცერტი გაიმართა. კახური სიმღერის საღამო თელავში პირველი ეთნოგრაფიული ანსამბლის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტის სიმბოლურად ქართული მრავალხმიანობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშით ჩაკრულოთი გაიხსნა. გუნდმა შეასრულა 3 სხვადასხვა ოდური, სუფრული და თელავური ჩაკრულო. მე თელავიდან გახლა ვარ, თელავის სასიმღერო ტრადიციას წარმოვადგენ. დავიბადე, გავიზარდე თელავში და თელავური სიმღერა და კახური სიმღერა ზოგადად არის გამორჩეული ქართულ ფოლკლორში. და წელს 100 წელი შესრულდა, რაც თელავში პირველი ეთნოგრაფიული გუნდი დაარსდა და ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენ გავმართეთ ღონისძიება. ჩვენი ძალებით თელავის ანსამბლი ვიყავით, ჩვენი ბავშვები ყავდა და შევასრულეთ ის ნიმუშები, რომლებიც სრულდებოდა სწორედ 100 წლის წინ. მე კმაყოფილი ვარ, კარგად ჩაიარა ღონისძიება, მაგრამ მომავალი წინ არის და მოდის ძალიან კარგი თაობა, რომლებიც ჩვენზე კარგად იმღერებენ. დღეს საიუბილეო კონცერტი გქონდა, თელავის ეთნოგრაფიული ანსამბლი გახდა 100 წლის. დღევანდელ ღონისძიებაზე შევასრულეთ ის ძველი სასიმღერო ნიმუშები, რომლებიც ამ 100 წლის წინაც სრულდებოდა თელავში და დღესაც ისე წმინდად სრულდება. გარდა სიმღერების ასევე გავიხსენეთ ის ძველი დიდი მომღერლები, რომლებიც მოღვაწეობდნენ თელავში, რომლებმაც შემოგვინარჩუნეს ეს უძვირფასესი საუნჯე. გარდა ამისა ჩვენ შევასრულეთ ფირუზ მახათელაშვილის მიერ დაწერილი უნიკალური სასიმღერო ნიმუშები. ღონისძიებაზე ანსამბლის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ბექა ბიძინაშვილმა სახელგანთქმული ლოტბარის ფირუზ მახათელაშვილის შემოქმედებით მოღვაწეობაზე ისაუბრა. კახური სიმღერის კონცერტში გუნდის წევრებთან ერთად უმცროსი თაობის მომღერლებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიებას მოწვეული სტუმრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს არის მთელი ეპოქა, მთელი ისტორია, რომელიც მოიცავს კახური სიმღერის განუმეორებელ კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ფენომენს, რომელიც დაკავშირებულია ბატონ ფირუზ მახათელაშვილთან, მის პლეიადასთან, იმ ადამიანებთან, რომელმაც შექმნეს საფუძველი და რომელზედაც არის დაშენებული ანსამბლი ჩაკრულო, გოჩა და ბექა ბიძინაშვილების ხელმძღვანელობით. ტრადიცია გრძელდება, არის საუკეთესო მაგალითი თაობათა ცვლისა, თუ როგორ უფრთხილდებიან ახალგაზრდები იმ მემკვიდრეობას, რომელიც მათ ღვთისმადლით ერგოთ, როგორ წარმოაჩენენ, როგორ ახალ ნიუანსებს ზენენ და როგორ აგრძელებენ საუკეთესო იმ ფესვებს, რომელიც არის ჩვენი გენის განუყოფელი ნაწილი. დღევანდელი ჩვენი ღონისძიება მიეძღვნა თელავში პირველი ხალხური სიმღერის ანსამბლის დაარსების 100 წლის იუბილეს. ეს ჩვენთვის, როგორც თელაველებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტ ტრადიციას, სასიმღერო ტრადიციას, რაც თელავში არსებობს 100 წლის მანძილზე. ასევე
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი უმცროსი თაობა, ახალგაზრდები, პატარა ბავშვები, რომლებიც აგრძელებენ იმ უწყვეტ ტრადიციას, რომელიც თელავში არსებობს. ანსამბლ ჩაკრულოს ისტორია 2011 წელს დაიწყო. თავდაპირველად გუნდი პატარა კახის სახელით მოღვაწეობდა. 2024 წელს კი ძმების, ბექა და გოჩა ბიძინაშვილების ხელმძღვანელობით ფირუზ მახათელაშვილის სახელობის თელავის ეთნოგრაფიული ანსამბლი ჩაკრულო ეწოდა. მუსიკოსთა გუნდი დღემდე უწყვეტად ემსახურება ქართული სიმღერის პოპულარიზაციასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემას. წარმატება უსურვოთ ამ ანსამბლს, მართლაც საოცარი გაგრძელებაა ტრადიციის ან ჩვენი უნიკალური ფოლკლორის. მე უნდა ვაღიარო, რომ განსაკუთრებით მიყვარს კახური სიმღერა, განსაკუთრებით მიყვარს და ჩაკრულო და მოკლედ თელავი და ძალიან მიხარია მოკეთ რომ ეს ანსამბლი ესე ღირსეულად აგრძელებს აი ამ დანატოვარს თავის წინაპრებისა. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას უწმინდესისა და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით 30 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიხსნა პროფესორ მასწავლებელთა და სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ერთგვარად შეაჯამებს მთელი წლის სამეცნიერო კვლევით საქმიანობას. ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემაზე, სტუმრებს წარმოგიდგენთ ქალბატონი ნინო მელიქიშვილი, პროფესორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობის ხელმძღვანელი და ქალბატონი ხათუნა კალანდარიშვილი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი, ფილოლოგიის დოქტორი. დილომშვიდობისა, დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. ვისაუბროთ ამ კონფერენციაზე, რომელიც გაიხსნა, როგორც თქვი და 3 დღის განმავლობაში გავხსნა. თქვენი დავიწყოთ ქალბატონ ხათუნა, წლევანდელ აი კონკრეტულ კონფერენციაზე ვისაუბროთ, მნიშვნელობაზე, შინაარსზე დატვირთვარი და შემდგომ უკვე ცხადია ვისაუბრებთ ეტაპებზე, როგორ მივიდა აქამდე ზოგადად სასულიერო აკადემია და სემინარი. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩვენს სამეცნიერო კონფერენციას, ჩვენთან უკვე ტრადიცია არსებობს ამ ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის გამართვისა გაზაფხულის სემესტრში, როგორც წესი ჩვენ ამ კონფერენციას ვატარებთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ კონფერენციას, იმიტომ რომ ჯერ ერთი ის აჩვენებს სამეცნიერო მუშაობის დონეს ჩვენ სასწავლებელში, რაც მიმდინარეობს აკადემიის კედლებში და მეორე ამას დიდი მნიშვნელობა აქვს სტუდენტებისათვის. სტუდენტების ჩამოყალიბებისათვის, მათი აღზრდისათვის და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამას, რომ სასწავლებელი იყოს სტუდენტზე ორიენტირებული. და აი ასეთ დროს, როდესაც კონფერენცია მიმდინარეობს, ჩვენ სტუდენტებს ვათავისუფლებთ საერთოდ ლექციებისაგან, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება ამოირჩიონ მათთვის სასურველი სექციები, დაესწრონ, მოისმინონ, კითხვები დაუსვან თავიანთ ლექტორებს, მოისმინონ ახსნა-განმარტება და რა ვიცი, სამომავლოდ მათი საქმიანობისთვის, მათი ჩამოყალიბებისთვის ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. მათი დიაპაზონის გაფართოებისათვის. ახლა რაც შეეხება თვითონ კონფერენციის შინაარსს 30 აპრილს პლენარული სხდომით გაიხსნა ჩვენი კონფერენცია და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს პლენარული სხდომა იყო ნამდვილად საინტერესო, მრავალფეროვანი და აკადემიურობით გამორჩეული. და რადგანაც პლენარულ სხდომაზე დავიწყეთ საუბარი, აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვეულებრივად, აი როდესაც ამ კონფერენციაზე გარკვეული საკითხები განიხილება ხოლმე, ეს არ არის მხოლოდ ვიწრო საეკლესიო მნიშვნელობის საკითხი. რაც აი მაგალითად მხოლოდ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს შეიძლება აინტერესებდეს. ამ საკითხებს როგორც წესი აქვს ფართო ეროვნული და საზოგადოებრივი ღირებულება და ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვთქვათ აი ფართო საზოგადოებრივი უფრო ვთქვათ გასაგები რომ იყოს თუ რა თემების განხილვა მიმდინარეობს ხოლმე ამ დროს და ასევე შეგვიძლია ვთქვათ თუ ვინ იყვნენ სიტყვით წარმომხსენებლები. კი ბატონო, პლენარული სხდომა გახსნა მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ მოგეხსენებათ ის ძალიან დიდი ხანია, რაც მუშაობს საქართველოს ისტორიის და საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხებზე. სწორედ აი ამ კონტექსტში ისაუბრა მან ალანიის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ალანიის ეპარქიის ვთქვათ ისტორიულ კონტექსტზე და დღეს ვთქვათ აი რა გადასახედიდან არის ეს ყველაფერი შეფასებული საზოგადოებაში. შემდეგ ისაუბრა დეკანოზმა ბიძინა გუნიამ, რომელიც გელათიის აკადემიის აკადემიკოსი გახლავთ, ისაუბრა ლიტურგიკულ საკითხებზე. შემდეგ იყო ბატონი სერგო ვარდოსანიძე, რომელიც
ცნობილი ისტორიკოსი გახლავთ მოგეხსენებათ. მან ისაუბრა მე-20 საუკუნის უახლეს ისტორიაზე, ფაქტობრივად იმ პერიოდზე, როდესაც ბოლშევიკური მმართველობის პირობებში ეკლესია ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ეს საკითხები განიხილა და ბოლო გახლდათ ქალბატონი ლელა ხაჩიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას ხელმძღვანელობს ჩვენთან და მანაც იგი ჰიმნოგრაფიაში მუშაობს და ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო სიახლე წარმოადგინა ამ თავისი საქმიანობის კუთხით. ასეთი იყო პლენარული სხდომა, შემდეგ გაიმართა სექციური მუშაობა, რომელიც გუშინ მიმდინარეობდა და დღესაც გაგრძელდება. და ამ სექციებთან დაკავშირებით საინტერესოა ალბათ რომ ჩამოვთვალოთ რა და რა მიმართულებები იყო ამ სექციებში, იმიტომ რომ ეს ნამდვილად აჩვენებს იმას, თუ რამდენად მრავალმხრივი მუშაობა მიმდინარეობს ჩვენ სასწავლებელში. ესე იგი სექციები იყო თეოლოგიაში, ისტორიაში, როგორც ეკლესიის, ისე საქართველოს ისტორიაში, ძველ ქართულ ლიტერატურაში, ხელოვნებაცოდნეობაში. ამ სექციებმა იმუშავა გუშინ. დღესაც გააგრძელებს მუშაობას სამეცნიერო კონფერენცია. იქნება რამდენიმე სექცია, ასევე საეკლესიო სამართალი, ლიტურგიკა, რელიგიათმცოდნეობა, ენა და ლიტერატურა, ფილოსოფია და ფსიქოლოგია. და ეს ნამდვილად აჩვენებს თუ რამდენად მრავალმხრივი ცოდნის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს ამ ჩვენ სასწავლებელში და აუცილებლად ისიც უნდა ვთქვათ, რომ პედაგოგები, რომლებიც ჩვენ სასწავლებელში საქმიანობენ ჩვენი სასწავლებლის კედლებში, მათი უმეტესობა არის ძალიან სერიოზული მეცნიერი თავის დარგში და ძალიან დიდი ცოდნის მიცემა შეუძლიათ მათ სტუდენტებისათვის. თავად სტუდენტების დაინტერესება რამდენად დიდია და რამდენად არიან ჩართულები თქვა სტუდენტების დაინტერესება ნამდვილად არის ძალიან დიდი. ისინი აქტიურად ესწრებიან პროფესორ მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციასაც და აქტიურად მონაწილეობენ ამ დისკუსიაში, რომელიც იმართება კონფერენციის შემდეგ ჩვეულებრივ და პროფესორ მასწავლებელთა კონფერენციის შემდეგ მომავალ კვირაში ჩვენ უკვე გვეგმავთ უშუალოდ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას, სადაც უკვე თვითონ იქნებიან მომხსენებლებიც, თვითონ იქნებიან კონფერენციის წამყვანებიც და ესეც ასეთივე მრავალმხრივი იქნება. აი სექციები, რომელიც ახლა მე ვახსენე პროფესორ მასწავლებელთა კონფერენციის კონტექსტში, სტუდენტთა კონფერენციასაც ექნება დაახლოებით იგივე მიმართულებები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სტუდენტები არიან დაინტერესებულები, აქტიურად ჩართულები. ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ხოლმე მათ ნებისმიერ ინიციატივას. და რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ სტუდენტთა კონფერენციაც იქნება ისეთი საინტერესო, როგორც გამოგვივიდა პროფესორ მასწავლებელთან. კი ბატონო. გაუტონინო, თქვენ დიდი ხანია ბრძანდებით თანამშრომელი ამ ძალიან მნიშვნელოვანი დაწესებულებისა, გამომცემლობას ხელმძღვანელობდა. თავისთავად ეს პროცესი, რაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა წინაპირობები ახლდა ამას და როგორ დაიწყო, როგორ მოვიდა საერთოდ აქამდე, იმიტომ რომ ვიცი ჩვენ არაერთხელ გვისაუბრეთ, ჩვენს ეთერში მისი უწმენდესო დიდი ღვაწლი დაარსებინა აკადემიის სემინარია წლების განმავლობაში პერიოდულად ვითარდება და ვითარდება ბოლო წლებში განსაკუთრებულად მაღალ სიმაღლეზეა აკადემიური დონე. აი პროცესები მანამდე ვიდრე მოვიდოდა ამ დონემდე აკადემია და მათ შორის უშუალოდ თქვენი მიმართულებაც. დიახ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ქალბატონმა ხათუნამ ძალიან შთამბეჭდავი სურათი დახატა ჩატარებული კონფერენციისა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება და არ დასრულებულა. და აი ნამდვილად უნდა განიმარტოს, როგორ მივიდა სასწავლებელი აი ამ დონემდე. დავიწყებ მისი დაარსებიდან, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაუსახა ის გეზი ამ სასწავლებელს, რომელსაც დღემდე აგრძელებს. ეს არის ცოდნისა და რწმენის ერთობლიობა. აი მაშინ მოიწვიეს სასწავლებელში ძალიან დიდი მეცნიერები. მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებ, რომ ვიცოდეთ რაზე გვაქვს საუბარი. ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძე, ბატონები რევას სირაძე, რევას ბარამიძე, გრივერ ფარულავა, აღარ გავაგრძელებ ამ ჩამონათვალს. რა თქმა უნდა, ამან უკვე შექმნა საფუძველი იმისა, როგორ განვითარდებოდა სასწავლებელი და რა გზას დაადგებოდა ის მომავალში. და მართლაც ასე მოხდა.
ძალიან მალე, შეიძლება ეს ძალიან მალე არ იყო, მაგრამ მაინც ისტორიისთვის ეს ძალიან მალე არის. შესაძლებელი გახდა სასულიერო აკადემიაში მაგისტრატურის დაარსება. ეს საკმაოდ დიდი მიღწევა იყო. ამის შემდეგ კიდევ ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯი სადისერტაციო საბჭოს შექმნის სახით. უნდა ითქვას, რომ მანამდე ასეთი რამ საქართველოში არ არსებობდა და თეოლოგიის დოქტორები ჩვენი ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც ძირითადად რუსეთში მიიღეს ეს ხარისხი. აი სადისერტაციო საბჭოს შექმნის შემდეგ უკვე მალევე გაიხსნა დოქტორანტურა. და აი უკვე გაჩნდა ის კადრი სასულიერო აკადემიაში მაგისტრანტების და დოქტორანტების სახით, რამაც ჩვენ საშუალება მოგცა რამდენიმე სამეცნიერო პერიოდული კრებული შეგვექმნა და გამომცემლობა გაუძღვა ამ დიდ საქმეს. მე შეიძლება 1-2 დავასახელო იმ ძალიან საინტერესო გამოცემათაგან, ასევე საჩვენებლად თქვათ, რასთან გვაქვს საქმე. ჯერ ზოგადად ვიტყვი იმას, რომ მუშაობდით თავიდანვე ეს 2010 წლიდან ხდება. ძირითადად მუშაობდით ძველი ქართული სასულიერო ტექსტების გამოცემაზე და მათ კვლევაზე. ეს ნაშრომები ზოგიერთი მომზადებული იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ზოგიერთი მომზადდა ჩვენი გამომცემლობის თანამშრომელთა მიერ. აი ესეთი დიდი საეკლესიო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ წმინდა გრიგოლ ნოსელი, წმინდა ბასილი კესარიელი და აქაც აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას. ამის შემდეგ უკვე მალევე, ესე იგი ჩვენ ფეხდაფეხ მივყვებოდით იმ გზას, რომელიც გაიარა სასულიერო აკადემიამ. ანუ გაჩნდა მეთქი შესაძლებლობა, რომ გამოცემულიყო პერიოდული კრებულები და აი დღესდღეობით 4 ასეთი პერიოდული კრებული არსებობს. ერთი ეს არის სერიული გამოცემა ძველი ქართული ჰომილეტიკური ძეგლები. უკვე 6 ტომი არის გამოცემული და დაბეჭდილი არის გამოუცემელი ტექსტები ძველი ქართული მწერლობისა. ეს უკვე ჩვენი ადგილობრივი ძალებით ხდება და ბოლოსკენ ამ ძალიან დიდ საქმეში ჩაერთნენ სტუდენტებიც და ერთ-ერთი ტომი, მეხუთე ტომი, მათთან თანამშრომლობით არის გაკეთებული. ეს მართლა ძალიან დიდი მიღწევა იყო. გარდა ამისა, ჩვენ დავაარსეთ კიდევ ერთი კრებული გრაგნილი. ეს იყო განკუთვნილი პირადად მაგისტრანტებისათვის და დოქტორანტებისთვის. ყველაზე წარმატებული ნაშრომები მაგისტრანტებისა და ნაწილები დოქტორანტების სადოქტორო დისერტაციებისა აქ იბეჭდებოდა და თუ ვინმე გადახედავს ამ კრებულებს და რა თქმა უნდა ბევრია ასეთი, დაინახავენ რომ ეს არის ძალიან მაღალ აკადემიურ დონეზე შესრულებული მასალა. არის კიდევ აი ის კრებული, რომელზედაც ისაუბრა, ანუ ქალბატონმა ხათუნამ ისაუბრა კონფერენციაზე და აი ეს მთელი ეს მასალა მოდის ჩვენთან და გამოდის საკონფერენციო კრებულის სახით. უკვე 4 ტომი არის გამოსული და აი მეხუთე ტომი მზადება გამოსაცემად. ფეხდაფეხ მივყვებოდით ჩვენ ამ კონფერენციებს და ყოველი კონფერენციის შემდეგ ეს მასალა აისახებოდა ხოლმე. რაც შეეხება დანარჩენ გამომცემლობებს, კაპიტანო, დანარჩენი 4 დაასახელეთ, ხო? და აქედან 2-ზე უკვე ისაუბრეთ და დანარჩენი 2 დაგვრჩა, რომ ისინი განვავრცოთ, ასე ვთქვათ. ესე იგი, ჰომილეტიკურ კრებულზე უკვე ვისაუბრეთ, გრაგნილი, ეს საკონფერენციო კრებული და მეოთხე ეს არის ძალიან სერიოზული გამოცემა საღვთისმეტყველო სამეცნიერო შრომების კრებული, რომლის რედაქტორი არის ბატონი ედიშერ ჭელიძე. ედიშერ ჭელიძის სახელი ყველამ ვიცით და კარგად ვიცით მისი
მოღვაწეობის არეალი და შეგვიძლია ამის მიხედვით ვიმსჯელოთ იმაზე, რა დონის კრებულია ეს. სხვა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ავტორი ამ კრებულისა არის თვითონ სასულიერო აკადემიის და სემინარიის რექტორი, პრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე და ეს ძალიან ბევრს ხსნის იმ მიმართულებით, როგორ წარმატებას მიაღწია სასულიერო აკადემიას სემინარიამ. აი ქალბატონმა ხათუნამ უკვე აღნიშნა, როგორ კურირებს ის კონფერენციებს და სულ მისი მეთვალყურეობის ქვეშ არის, როგორ ტარდება და როდის ტარდება. ასევე არის ჩვენი გამომცემლობაც. იმის გამო, რომ ის თვითონ არის ძალიან კარგი თეოლოგი, ძალიან ჩახედული არის ყველაფერი იმაში, რაც ხდება ჩვენთან. კიდევ შეიძლება იმის თქმა, რომ აი ბატონი ედიშერ ჭელიძე რომ ვახსენე, აქ მხოლოდ მის გამოცემულ ტექსტს წიგნს ასე ვთქვათ, უფრო სწორი იქნება, დავასახელებ. ეს არის ერთი ბიბლია, რომელიც მან გამოსცა 2015 წელს და რითია ეს ბიბლია ღირსშესანიშნავი. ახლა ბევრი გამოცემა არსებობს, მაგრამ მან გაითვალისწინა ყველა, აბსოლუტურად ყველა ხელნაწერი, რომელშიც დაცული არის ბიბლიური ტექსტი და შეადარა ბერძნულს და აქ უკვე მას ჰქონდა საშუალება, რომ ის საუკეთესო წაკითხვები გამოეყენებინა, ანუ ეს ტექსტი, გარდა იმისა, რომ აკადემიური გამოცემა არის, ყველაზე მართებულ წაკითხვებს შეიცავს. და ეხლა აგრძელებს მუშაობას მრავალენოვან ბიბლიაზე. ესეც ძალიან დიდი მოვლენა არის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს ბიბლია პოლიგლოტა ბევრჯერ გამოიცა, მაგრამ ქართული მასალა იქ არასოდეს ყოფილა გათვალისწინებული. აი ასეთ ადამიანს ჰქონდა ურთიერთობა და აქვს ურთიერთობა სტუდენტებთან, არა? ამიტომ თქვათ, როგორ გაიზარდნენ ეს სტუდენტები და რა მასალას გვაწვდიან ისინი ჩვენ და გამოიცემა ეს ყველაფერი, თქვენ შეგიძლიათ თვითონ გააკეთოთ დასკვნა. და კიდევ ძალიან საინტერესო რამ ამ ბოლო დროს რაც მოხდა, ეს არის ჰორიზონტი ევროპა ფონდი, რომელიც კულტუროლოგიურ კვლევებს აფინანსებს, მასთანაც თანამშრომლობს სასულიერო აკადემია და თანამშრომლობს, რა თქმა უნდა, იმ სფეროში, რომელიც ჩვენია, ხო? აი ეხლა მაგალითად მზადდება ასეთი ნაშრომი ამ ფონდის ხელშეწყობით, ვაზი ბიბლიაში და ეგზეგეტიკურ ნაშრომებში. ესეც ძალიან საინტერესო არის. აი ზოგადად ის მონახაზი და კიდევ ძალიან ბევრი თქვა შეიძლება ჩვენს პედაგოგებზე, რომლებიც ჩართულნი არიან და ეს უკვე გეგმიური სამუშაო არის. მათ ევალებათ, რომ ყოველწლიურად წარმოადგინონ თავიანთი სამეცნიერო გეგმა, ამას ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. კაბლონ ხათუნა, ალბათ ჩვენი საუბრით ასასრულს კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი და მნიშვნელობა ზოგადად გავსი კონფერენციების აკადემიური დონისთვის და ზოგადად სასწავლებლის და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის მათ შორის რა მნიშვნელობა აქვს ამ კონფერენციებს, რომელიც თქვენ თქვით რომ იმართება ხოლმე პერიოდულად. ამ კონფერენციებს რა თქმა უნდა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და პირველ რიგში სწორედ სტუდენტებისათვის, იმიტომ რომ ეს საგანმანათლებლო დაწესებულება არის სასულიერო აკადემია და სემინარია და სტუდენტი აქ უმნიშვნელოვანესია. და აი სტუდენტების ჩამოყალიბებისათვის, მათი განვითარებისათვის, ვთქვათ, მათი დიაპაზონის გაფართოებისათვის. საბოლოოდ ეს ჩვენი სტუდენტები არიან მაინც პრინციპში პოტენციური სასულიერო პირები, რომლებმაც უკვე ესეთი ფართო მოღვაწეობა უნდა გააგრძელონ აკადემიის კედლებიდან გასვლის შემდეგ და ის რომ აქ ჩვენთან ისინი მნიშვნელოვან განათლებას იღებენ ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ახლა რასაც ჩვენი სასწავლებლის რექტორი ძალიან დიდ ყურადღებას აძლევს, რომ ეს ადამიანები ზნეობრივად ჩამოყალიბებული ადამიანები არიან, ხო აი ამ ცოდნისა და ზნეობის ერთობის მატარებელნი. ჩვენ დიდი მეც გვაძლევს, რომ სამომავლოდ, თქვათ, აი მომავალი თაობებიც აი ამ ჩვენი საეკლესიო მოღვაწეებისა იქნება ძალიან ისეთი სამაგალითო და
ბევრ რამეს შესძენენ ისინი ქართულ ერს. კაპიტან ხათუნა, თქვენ ძალიან თასევის რომ შემდგომ უკვე გაიმართება სტუდენტების სამეცნიერო კონფერენცია და ასევე დაასახელეთ ის მიმართულებები, თუ რა მიმართულებზეც მახვილდება ყურადღება, ხომ? საინტერესო არის უფრო მეტწილად სტუდენტების დაინტერესება კონკრეტული მიმართულების მიმართ ხო არ არის უფრო მეტწილად თქვა თან ფილოსოფიის მიმართ, ან ქართული ენა ლიტერატურის მიმართ, აი უფრო მეტწილად ხომ არ არის გამორჩეული რომელიმე მათგანი. იცით რა არის ნამდვილად, რამდენადაც ჩვენი სასწავლებელი სასულიერო დაწესებულება, ბუნებრივია რომ უფრო მეტი ინტერესი არის თქვა აი თეოლოგიური კვლევების მიმართულებით, თავისთავად ცხადია, მაგრამ ამის გვერდით აუცილებლად არსებობს თქვა ფსიქოლოგიური ხასიათის მოხსენებები თქვა ლიტერატურიდან, როგორც ძველი ქართული ლიტერატურიდან, ისე მე-19 საუკუნის ლიტერატურიდან, თქვა და ილია ჭავჭავაძით დაინტერესება მაგალითად, ხელოვნებიდან, ხაწერა რესტავრაციის მიმართულებაც აქვს ჩვენ სასწავლებელს და ეს სტუდენტებიც ძალიან საინტერესო მასალას გვთავაზობენ ხოლმე, მაგრამ გამორჩეული მაინც რა თქმა უნდა არის აი ამ თეოლოგიის მიმართულებით დაინტერესება. დიდი მადლობა ბრძანებისთვის, საუბრისთვის. მე შევახსენებ ჩვენ სტუმრებს, ალბათონ ნინო მელიქიშვილი, პროფესორი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობის ხელმძღვანელი და ალბათონი ხათუნა კალანდარიშვილი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი, ფილოლოგიის დოქტორი. გადაცემა დასრულებულია. მადლობა მშვიდობიან დღეს ბედნიერ შაბათ კვირას გისურვებთ და გალოდებით ორშაბათს ხარდია ტელეგრამებთან. ორშაბათამდე გემშვიდობებით და მადლობას მოგახსენებთ, რომ თქვენი ყურადღება ჩვენს ტელეგრამებს მიაყარეთ და ჩვენთან ერთად გაატარეთ თქვენთვის ძვირფასი დრო. გამოვაცხადოთ.